ფესტივალის მოახლოებასთან ერთად ალბათ ბევრს გვიჩნდება კითხვა თუ სად შეიძლება გავატაროთ შაბათ-კვირა თბილისთან ახლოს. ამიტომ ვისი მიზანიც ქალაქის ხმაურისგან გაქცევა და ისეთი ადგილის პოვნაა, სადაც ოჯახის თითოეული წევრი კარგად გაერთობა, ეს სივრცე იდეალური არჩევანია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით კიკეთში, სადაც სრულიად ახალი საფესტივალო ტრადიცია იწყება. ვესტერნის ესთეტიკა და ქანთრის სტილი. ეს ფესტივალი დღეებია. ახალი ინიციატივა, რომლის მიზანიც ალტერნატიული დასვენების კულტურის შექმნაა. იდეა მარტივია: გააერთიანოს ყველა თაობა ხელოვნების, მუსიკისა და ქართული ტრადიციების გარშემო. ზოგადად ფესტივალის იდეა არის, რომ უფრო საოჯახო დღეები მოვაწყოთ. დიდი ტერიტორია, ყველას რო შეუძლია ის სიამოვნოს, ყველაფრით, საჭმლით, სასმლით, სხვადასხვა აქტივობებით, კვების ზონა არის, სხვადასხვა სათამაშო ტერიტორიები არის და მუსიკა და კონცერტი და ყველაფერი რაც გვიხარია და სიამოვნებს და ასევე, რა ვიცი, გვაკლია ალბათ ისეთი ადგილები, რომ გავიდეთ თან ქალაქგარეთაც არის, მაგრამ ძალიან შორსაც არ არის თბილისიდან. ამიტომ უფრო მარტივია, რომ ამოხვიდე. ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სივრცედ სპეციალურად მოწყობილი საგამოფენო დარბაზი იქცა. აქ ბაია გალერეამ გამოფენა სახელწოდებით ცხენები წარადგინა, რომელიც 5 თანამედროვე ქართველი მხატვრის მიერ სწორედ ამ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს. აქვეა შემოქმედებითი ვორქშოპებისა და ხელნაკეთი ნივთების სივრცე, სადაც სხვადასხვა ასაკის სტუმრებმა საკუთარი ხელით სამახსოვრო ნამუშევრები შექმნეს. ფესტივალის ყველაზე აზარტული და სანახაობრივი ნაწილი საცხენოსნო მოედანს უკავშირდება. ვინაიდან მთავარი თემა ცხენოსნობაა, მაყურებლის წინაშე ძველი ქართული თამაში, ცხენბურთის შოუ გაიმართა. ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ამ საუკუნოვანი ისტორიის მქონე სპორტის პოპულარიზაცია. ეს სპორტი არის უძველესი სახეობა, რომელიც საქართველოში იყენებდნენ როგორც საბრძოლო ელემენტებს. ასწავლიდნენ ბავშვებს, რომ გაზრდილიყვნენ მებრძოლეები. მას შემდეგ ჩამოყალიბდა როგორც სპორტის სახეობა და ვაგრძელებთ ამ ტრადიციას და მიდის აღორძინება ამ სპორტის. და წელს გავიტანეთ იუნესკოში, რომ აღიარონ როგორც მატერიალური ძეგლი. 2027-ში ჩატარდება სტამბულში მსოფლიო თამაშები და რამდენიმე ქვეყანა ითამაშებს ამ სახეობას, ცხენბურთს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომ პოპულარიზაცია მოხდეს, როგორც ქვეყნის, ისე ამ სპორტის. ბატონო ზაზა, რო აგვიხსნათ, როგორი არის თამაშის წესები? თამაშის წესები ძალიან მარტივია, ორი გუნდია, იბრძვიან ბურთისთვის, რომ გაიტანონ მოწინააღმდეგეს კარში. თამაშობს ორი გუნდი, წითელი და ყავისფერი ამ ეტაპზე. 4 ადამიანი ეჯიბრება ერთმანეთს. ეს არის ძველი თამაში, ტრადიციების აღდგენა ხდება ამ ცხენბურთის და დღეს გვაქვს სეზონის გახსნა. პროფესიონალი მხედრების ყურების შემდეგ ყველაზე დიდი ინტერესი პატარა სტუმრებს გაუჩნდათ. გამარჯობა, რა საკეთად რომ გითხრათ? მე გამოვიჭედე ახლა ცხენის ნალები. მე ნახეთ როგორ კეთდება ეს. როდესაც იზრდება ნუნა, ხო ჩვენ ნუნას ვეძახით ბაყაყს. ისეთნაირად ისეთ სტილზეა ეს გამოჭედილი, უყურეთ. რომ არ უნდა წამოედოს ეს ნუნას და სრული კომფორტი მოხდეს ცხენს. ანუ დისკომფორტი არ უნდა შეეკლოთ, იმიტომ არის ცხენისთვის ძალიან მტკივნეული არის. საქართველოში რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი ტრადიცია. ნალის ჭედვის ტრადიცია იყო ძალიან დიდი, მაგრამ ეხლა საქართველოში ძალიან ცოტანი ვართ შემორჩენილი ეს ნალბანდები, ნალის მჭედელები და ნალის მჭედელი იგივე შემდეგ ცხენსაც ნალავს. სულ რამოდენიმე კაცი ვართ, შეიძლება ვიყოს სულ რაღაც 3-4 კაცი, ასე ვთქვათ. კიკეთში დაწყებული ეს ახალი ტრადიცია მხოლოდ ერთი კონკრეტული უქმეებით და საცხენოსნო თემატიკით არ შემოიფარგლება. პროექტი გაგრძელდება და ის მეგობრებსა და ოჯახებს კიდევ მრავალჯერ შეკრებს. ეს იქნება ღონისძიებათა სერია, რომელიც გაგრძელდება შემოდგომამდე, სადამდეც ამინდი შეგვიწყობს ხელს, რომ კომფორტულად ყველა მიგრძნოს თავი. იქნება სხვადასხვა თემატიკის დღეები
ძირითადად იქნება უქმეებზე, რომ ყველამ შეძლოს ამოსვლა. იქნება ესე დილიდან საღამომდე მთელი დღის განმავლობაში და შემდეგი დღეები უკვე რაც შეგვიძლია რომ დაგიდასტუროთ არის ბავშვების დღეები, რომელიც ჩატარდება 30 და 31 მაისს. იქნება ყველაფერი ბავშვებისთვის მოწყობილი, მთელი ეს სივრცე დაეთმობა ბავშვებს და იმას რომ ძალიან კარგად იგრძნონ თავი ბედნიერად და გალაღებულად. ფესტივალის სტუმრების ემოციები და შთაბეჭდილებები ასეთია. ოჯახთან ერთად გადავწყვეტეთ მოკლედ რომ დრო გაგვეტარებინა პატარა ბავშვებისთვის ძალიან კაი აქტივობები არის და რა ვიცი სასიამოვნო დღე დაგვხვდა ამინდმაც გაგვიმართლა და რა ვიცი ერთად ვართ აქ ვერთობით ეხლა დღეს ჩვენ შაბათ-კვირას ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ მეგობრები გავიდეთ ერთად და გვაინტერესა ამ ფესტივალმა ამოვედით და დახვდა ძალიან საინტერესო აქტივობები კარგად გავატარეთ დღე და იმედია რომ კიდე გაგრძელდება მსგავსი ფესტივალები. ძალიან მიყვარს ცხენები, ამიტომაც მე და ჩემი მეგობრები ამოვედით. ძალიან საინტერესო აქტივობები იყო და ძალიან გავერთეთ. მეგობრებთან ერთად ამოვედით ოჯახებით. ძალიან კარგი ამინდია ესეთი ფესტივალისთვის, ბევრი სხვა აქტივობაა, სადაც ბავშვებს შეუძლიათ რომ ისიამოვნონ და ბავშვებთან ერთად მშობლებიც ძალიან გავედით. ასეთი იყო ფესტივალი დღეები, სულ მალე ეს მწვანე სივრცე ახალი თავგადასავლებისთვის დაიწყეს მზადებას, ამიტომ ჯერ ყველაფერი წინა.